მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ბზობა დღე არის იერუსალიმში ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებით შებრძანების დღე. შეიძლება ნამდვილად არა ის დრო, რომ ახლა იჯდე ადამიანმა და ლაივები წერო და რაღაცებზე ისაუბრო. ჯობია ნორმალური ქრისტიანი საკუთარ სულზე ფიქრობდე და ისედაც ამ უბედურების ჭაობში რო არ იყო გარეული, ისედაც ცოდვილია ადამიანი 1000 ცოდვას ჩადის და შენ ცოდვებზე ფიქრობდე და ირგვლივ ფიქრობდე იმ ხალხზე, რომ საერთო ჯამში კატეგორია ადამიანების ისეთია, რომ შენ რო გაყიდონ და გადაგაგდონ და მოგატყუონ და რაღაცა კი არა, აგერ უფალს დახვდნენ პალმის ტოტებით და დიდი პატივით და ეს 3 დღეში 4 დღეში ისე გადაუტრიალდა ტვინი, რომ ჯერ გაყიდეს ყველაფერი დაივიწყეს და მერე ჯვარზე აცვეს და ერთ დღეში დაავიწყდათ უფალი. მასა არის ფარისეველი საერთოდ. და ამას განსაკუთრებულად მაშინდელი ყანდურები მოითხოვდნენ, რომელი ყანდურებსაც ეკლესიები გადაკეთებული ჰქონდათ სავაჭრო სახლად და ზუსტად ერთხელ ჩავარდა უფალი მრისხანებაში, რომ კენან კინწისყრით გამოყარა ღმერთის სახელით მოვაჭრეები და ესეთ ადამიანურ რაღაცებზე უნდა ფიქრობდე, რომ თლათ რომ დალაგებული იყოს ყველაფერი, ადამიანის ფსიქოლოგია, ფენომენი, ყოველდღიურობა და ყოველდღე ხდება ქრისტეს გაყიდვა და ყოველდღე ხდება, ყოველდღე ხედავ იუდებს და ასე შემდეგ, მაგრამ სანამ მაგამდე მიხვიდოდე ახლა თუ ხედავ ის რაც შენ ქვეყანაში ხდება და რო ხედავ რომ შენი ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც მართლა ლომებს ებრძოდა და ყვავების და ტურების საჯიჯგნათაა გადაქცეული, არ გაფიქრებს მე საკუთარ მარტო სულზე და ცოდვებზე და შემოიხედავ ახლა ამ იმაში Facebook-ში მით უმეტეს ამდენი ფარისეველი აფირისტი რა დარჩა ჩვენ ქვეყანაში და საერთოდ ქართულ საზოგადოებაში ქრისტიანობის ძალიან გაგიკვირდება ადამიანს და ის არ მცნობი მოყრის მგმობი კიდე იოლად და რბილად ნათქვამი არის. გაბოროტებული, გავეშებული, გადაგვარებული საზოგადოება, საზოგადოებასაც პოლიტიკის იქეთ არავინ და არაფერი არ აინტერესებს და ვიღაცის გმირობას ამოფარებული, თვითონაც თავი გმირი გონია და ნუ მოკლედ რა ეს ვაკხანალია რა რაც ხდება. უშინ ახლა ამ ამბებთან დაკავშირებით ვიდეო ჩავწერე და ხე ჩემმა აუდიტორიამ აბსოლუტურად ნორმალური ხალხია, ვისაც ვინც უსმენს ამ ბლოგებს და აინტერესებს და აზრებს უსმენს, მაგრამ ხო არიან ახლა ის შემოგზავნილები, ის ჩიკორეები და ესენი და ატეხეს ერთი წივილკივილი, რომ რას ქვია ბიჭოს, მე როგორ ვახსენე თურმე რომ ანწუხელიძე სინამდვილეში როგორ იქნა დატყვევებული, ეს გამოსაძიებელია ეს ამბავი და რატომ მოხდა ეს უბედურება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რაც იქ იყო და აი დღეს მინდა აი ამაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ რაღაცა საქართველოში ახლა არის ატეხილი, რომ გამოყავთ ეს ჭულუკიანი გმირქალად ხალხს, რომელსაც თურმე საქართველოს სინდის ნამუსია თავშივე მინდა ვთქვა. მე მწხვენია რომ თია ჭულუკიანი ჩემი კუთხის შვილი არის და სამარცხვინო ადამიანი არის, მაგრამ არა ამის გამო რაც ახლა ხდება. სხვა რამეების გამო, უამრავი ბევრი რამის გამო, რასაც მე არასდროს არ ვაპატიებ მაგ ადამიანს და არასდროს არ ექნება ჩემი პატივისცემა. ამიტომ მე არ მალაპარაკებს აქ ჭულუკიანის განცხადება, რომ
პიარისთვის იყო შეწირული ანწუხელიძე და სახში რო ყოფილიყო ეს არ მოხდებოდა და ქოცები ახ ჩამდგარი არიან ამის გაправებაში, რომ ეს არ უგულისხმია თიას, ის არ უგულისხმია. მე ეს არ მალაპარაკებს. კარგად იცით ყველამ ქართულ ოცნებასთან ჩემი დამოკიდებულება, კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება წულუკიანთან, ვინც ამოსულ, ეს არ მალაპარაკებს და არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს სულ სხვა რაღაცა. დაავადებული და ავადმყოფი საზოგადოება რო დგას ერთ მხარეს და მეორე დაავადებული და ავადმყოფი საზოგადოება რო დგას მეორე მხარეს. და ნორმალური ადამიანი ამ ყველაფერს უყურებს და უკვე ლაპარაკიც აღარ ღირს ამ ყველაფერზე ვფიქრობს რა. აი ეს მაინტერესებს. სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ მთელი ერი სრულიად საქართველო პიარისთვის რო გაწირა, პიარისთვის რო შეწირა. აი ეს უბედურება რაც დატრიალდა ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ სააკაშვილი გდებულიყო და ესენი გდებულიყვნენ და საქართველო ასეც გადაეხნათ და ისეც გადმოეხნათ და თუ ვინმე კაცი იყო, თუ ვინმე ვაჟკაცი იყო და თუ ვინმე ადამიანი იყო, ქართულად მოაზროვნე რომ ყველა განადგურებულიყო და ზოგს ციხეში ამოძრობოდა სული და ზოგს გაქცევა მოწეოდა ქვეყნიდან, ზოგი მიწაში ამოდებულიყო კრიმინალთან ბრძოლის იმით და ამით. ეს ახალი ამბავია ვინმესთვის თუ ის ვინმეს კიდე უკვირს, რომ ჯერთი კიდე ერთხელ ვამბობ, რა ომის დაწყებაზე ლაპარაკობთ. რომელი ომის დაწყებაზე ლაპარაკობთ, ომი რომელიც არ ყოფილა. თქვენივე დოკუმენტებით ომი არ ყოფილა, საქართველოს არ გამოუცხადებია ომი რუსეთისთვის. პირიქით, ომის პერიოდში ელექტროენერგიას აექსპორტებდით რუსეთში. ომის პერიოდში. და ომის პერიოდში გიულიანა სანიას აგერო 8 აგვისტოს საკუთარ დედიკოს ის გველის წიწილი იმას გპ-ის კორპუსებს უფორმებდა, რომ რუსეთს არ მიეტაცებია თურმე ეს მაგარი ლოგიკა. პრინციპში ხო, რომ შემოვიდოდა რუსი მერე იტყოდნენ, რომ ეგიო კგბ-ს გენერალის ალასანიას დის ისაო და კგბ-ს ეფრეიტორის დედისო სააკაშვილის კორპუსებია და ამას არ შეეხო თუ კი ეს სიმართლე იქნება. არ ყოფილა. არც რუსეთს გამოუცხადებია ომი საქართველოს, არც საქართველოს გამოუცხადებია ომი რუსეთისთვის. ამიტომ რომელი ომის დაწყებაზე ლაპარაკობ მე ვერ ხვდები. საომარი მდგომარეობა თუ გამოაცხადეთ ქვეყანაში, საომარი მდგომარეობა საერთოდ არ ნიშნავს მიმდინარე ომს. საომარი მდგომარეობა მშვიდობიანობის დროსაც შეიძლება გამოაცხადოს და ქვეყანა მოამზადო ომისთვის. ეს არაფერს არ ნიშნავს. ისიც 9-ში გამოაცხადეთ და 10-ში გააუქმეთ. ეს ისე დიდ პატრიოტ იმას რა ქვია, ავიცი შიგუკნიდან განათლებულ ევროპელებს ვეუბნებ მე ამას ახლა რომ ომზე ლაპარაკობ. მერე და ბიჭო, აი ნერვები რაზე მეშლება, იცი, აი ვერ ვხედავ, იცი, ერთ ნათელ წერტილს ვერ ვხედავ, ერთ პოლიტიკაში ვხედავ, ერთ ამ ეკლესიაში ვხედავ, ერთ საზოგადოებრივ მოძრაობებში იქეთკენ, ვერაფერს ვერ ვხედავ. ამიტოა რომ გული მისხდება. ბიჭო, ასეთი დებილი და ჩლუნგი რატო უნდა იყო? ქართველი რატო უნდა იყო ასეთი დებილი და ჩლუნგი? რომელმაც ძალიან კარგად იცი, რომ არ ვერჩი არც ერთ ეროვნებას და მით უმეტეს სომხეთთან ჩემი დამოკიდებულება განსაკუთრებით იცით, რომ უამრავი სომეხი არის, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავი აქვს დადებული. და უდიდეს პატრიოტიზმს არ არსებობს ცუდი და კარგი ერები, კიდე ერთხელ ვამბობ. მაგრამ ეს ხო ფაქტია, კაცო. არა ქართველმა, სომეხმა, თავარსარდალმა, არა ქართველმა, ებრაელმა, პატივცემულმა იაკობაშვილმა, რომელიც იყო კონფლიქტების მინისტრი და აი ამ ნაგაუმა, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, კეზერაშვილმა. აი ამ სამმა სხვა კგბ-ს პასპორტიანი აგენტებით, ვაშაძეებით, ბენდუქიძეებით და სხვებით დაიწყეს უბედურება საქართველოში, რომელმაც მისცა საშუალება და საბაბი რუსეთს გაიკეთებია ის, რაც უნდა გაიკეთებია. და ის რო ქვეყანა გაასწორეს მიწასთან, ეს ერთი. და
მეორე თუ რამე ეროვნული სიმდიდრე იყო ქვეყანაში დარჩენილი, ესეც რომ რუსებს მიყიდეს, ესეც მე მგონი ვინმეში ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს. და მთელი ერი არის მგლოვიარე, მთელი ერი არის უბედურებაში. აი ამ განსაკუთრებით სამი პერსონის გამო. ერთი სომეხის და ორი ებრაელის, რომელიც მართავდა იმ დროს ქვეყანას. და მთელი ახლა ჩვენი ცხოვრების მანძილზე უნდა ვიძახოთ, რომ ჩვენ ძმათა სისხლის დაყრა არ გვინდოდა, ჩვენ სამშვიდობოები რომ მოვიწვიეთ, სამშვიდობო სტატუსს რო ატარებდნენ, არ უნდა დაგვეგომბა ეს საერთაშორისო და ასე უნდა გავაგრძელოთ, ეს ერმა უნდა ვზღოთ. ერმა უნდა ვზღოთ ეს ყველაფერი და ქუჩაში ახლა ქართველები ერთმანეთს უნდა ურტყამდეს, ერთმანეთს უნდა ლანძღავდეს, ერთმანეთს უნდა აფურთხებდეს. იმის გამო, რომ ეს ასე ითქვა, ის ისე ითქვა. პიარი იყო, აბა რა იყო? პიარი იყო ეს ომი, აბა რა იყო, რომ მიშა მაგარი და რუსეთს შეებრძოლა და სამყარომ გაგვიცნო იმითი, რომ რუსეთს თავდადებული მიშა ეს გალსტუკჭამია, ქვეშაჯვია კაცი, რომელიც ამდენ უბედურებს. აბა რას აკეთებდით მთელი პერიოდი ამ პიარზე არიდექით და ამით არ შოულობდით ფულებს, კრედიტებს, ყველაფერს. ამით არ ცხოვრობ, ამას ხო ხედავდა მთელი ერი. ხო ეს ასე იყო, მე ხო რამეს ხო არ ვიგონებ. 4 მილიარდ ნახევარი არა იღეთ მაგაში ფული. და ამას ქართველი ხედავს. და აქ დგას და კიდე ერთმანეთს აქ ქუჩაში დარეული. ამიტომ დებილებს მინდა მოგმართოთ, აი დებილებს, ავადმყოფებს, რომელიც დებილები და ავადმყოფების ახლა გამომხტარი ხართ ქუჩაში, იქ ზოგი წულუკიანის სახთან მისვლათ, არა მეტი უნდა გიქნან. როგორც წულუკიანს, ისე ივანიშვილს, ისე ეს არაფერი არასაც გიშვებიან რა, აი ნამდვილად არაფერი არა. მინდა უთხრა ნაცებს, რა მოუმატეთ ვიზია და ამ შიგევროპელი, რა არის? რა არის ეს? თქვენ იმ ხალხმა რო კითხოთ, თქვენ გმირების გულისთვის იბრძვით და თავი გაძირა და თქვენ მარტო სახთან მიდიხართ და ამას იძახით და იმას იძახით და დეიშლებით და წახვარ. უფრო მეტი უნდა გაუკეთოთ ამათ. მეტი უნდა გაუკეთოთ. მეტის ღირსია წულუკიანი, მეტის ღირსია ივანიშვილი, მეტის ღირსია ქართული ოცნება, მეტის ღირსია ყველა კოცი. ამათ უნდა აფურთხოთ, ამათ უნდა ურთხათ, ამათ უნდა აგინოთ, სადაც შეხვდით. ასე უნდა გაუკეთოთ. ეს არაფერია. მეტი უნდა გქნათ. იმიტომ არც თქვენ ახართ ქართველები, იმიტომ რომ ამის ტვინი თქვენ არ გაგაჩნიათ და ხართ გამპრავებელი ერთი სომეხის და ორი ებრაელის ქართველი ერის მიმართ ჩადენილი დანაშაულის და არც ისინი არიან ქართველები. იმას ბიზნეს ჯიბეთ ლათურჩევნიათ ყველაფერს და მისი სკამი. და ბიზნეს ზოოპარკი. მე 2012 წელს როცა ვნახე ბიზნა ივანიშვილი, ორჯერ მქონდა ამის საშუალება. სვანეთში ორივეჯერ ერთხელ კალაში კვირიკობაზე და მეორედ ლენტეხში. მაშინ უთხარი ერთადერთი მოთხოვნა დაგიდგებით გვერდით, დადგება ყველა გვერდით. ერთადერთი მოთხოვნით, როდესაც მოეთხრევი ხელისუფლებაში, ომის დანაშაულებები უნდა იქნას გამოძიებული. სამბოხებში, აბარაო. 13 წელი გავიდა მის მერე. და არც ამას ქვია გამოძიება, რაც ხდება. აი ეს არის სიბინძურე, ესა პიარი. და ხალხმა დაიწყო ამაზე ლაპარაკი და აი ესა ქუჩაში ლაპარაკი, ახლა ამის გულიზა დახოცავენ ერთმანეთს და ასე გაგრძელდება. მე მინდა ხა ნორმალური საზოგადოების თვალით თქვა, ვინ მოკლა ამწუხელიძე? ვინა ამ ყველაფრის თავი და თავი? ამაცი არა მაქვს ლაპარაკი მარტო ამ სამ უშუალოდ გლავარზე, რომელი გლავარის ერთი სომეხი და ორი ებრაელი, რომელიც მართავდა იმ დროს ქვეყანას. პასუხისმგებლობა მათზეა ოფიციალურად. ქვემოთ მათი ხელის ბიჭი შნირი ქართველები რო ყავდათ. აი ზაზაგოგავა ძალიან რო იძახის, რომ თურმე მე ვერავინ ვერაფერს ვერ მეტყვის და ვერ გააკეთებსო ისე. შენ გენერალი ხარ, ვიზია? მაგნაირი გენერლებით რო ასავსებ ქვეყანა, იმიტომ დაღუპული ჩვენი ქვეყნის საქმე. ერთმა პიტალომ მითხრა, შენო სერჟანტი, უცროის სერჟანტი ყავს, სამი კაცი გებრა გენერლის საქმეს რას არჩევ. ხო, ახლა იმ ქვეყანაში, სადაც გოგავა გენერალია, ყურაშვილი გენერალია, კალანდაძე გენერალია, იქ მე რიგითიც არა ვარ.
რიგითიც, კარტუ სერჟანტი, უცხოეს სერჟანტი, კაპრალი, იქ მე რიგითიც არა. აი, რიგითი ვიქნები მაქსიმუმ რა. და თქვენი ყავით გენერლები. ახლა მინდა ქვევით ჩამოვიდე, უბრალოდ ქვევით ჩამოვიდე, იქ რა ბარდაკი ხდებოდა ხა. ვესაუბრე, აგებული მაქვს ბევრი რაღაცა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დეტალურად შემიძლია საუბარი, უბრალოდ აზრი არა აქვს ამ ყველაფერს. რატო უნდა ვილაპარაკო ამ ყველაფერს? დეტალურად შემიძლია. დეტალურად შემიძლია ამ ბიჭს ჯერ ჯარში როგორ მოექცენ, სინამდვილეში რომ 51 ბატალიონის სატრანსპორტო ოცეულში იყო დამტკიცებული სკოლებში და შემდეგ შიდა ბრძანებით მიმაგრებული ყავდათ იმაზე, რა ქვია, 42 ბატალიონში, სადაც დაიღუპა მეორე ასეულში. როგორ მოხდა ამ ბიჭების იქ გადასროლა, მანდა მაინც ომის წინ დარეკვა და გამოძახება. ყველაფერზე ამაზე შემიძლია საუბარი, მაგრამ ამას აზრი არ აქვს. ამას აზრი არ აქვს. ეს არავის არ აინტერესებს. არსად თქვენ ვერსად ვერ ნახავთ, რომ ოფიციალური შტატი, რომელ შტატზეც იყო დანიშნული ანწუხელიძე სადმე იყოს დაწერილი. არ წერია. და არც იმ ბატალიონთან ერთად არ ყოფილა, რომელშიც არის 51 ბატალიონი, 52 ბატალიონში. იქ დაიღუპა. ხო და ვინ იყო ამ ყველაფრის ამ უბედურების, ამ ყველაფრის თავი და თავი? ვინ იყო? ო უშუალოდ იქ ადგილზე. იქ ადგილზე ვინ იყო? ამ ქართველი შნირები, ვინც ამას ასრულებდნენ, რომლებსაც ხელი არ უკანკალდებოდათ. იქ ერთ ანწუხელიძეს კი არა, მთელი ბატალიონები შეწირეს იქ ცხინვალში. ერთს და ორს მოკლავდნენ კი არა რა. შავაძეც რუსებმა მოკლეს, სინდელიანიც რუსებმა მოკლეს, ქარდავაც რუსებმა მოკლეს, თეთრაძეც რუსებმა მოკლეს, კრიალაშვილიც რუსებმა მოკლეს, ამათმა არ მოკლეს. და იქ რა ხდებოდა თვითონ შიგნით? ამაზე კომისია არ ლაპარაკობს, არავინ არ ლაპარაკობს ამაზე, ეს არავის არ აინტერესებს, იქ სამხედრო არავინ არ ზის, ვითარება არის სწავლება რა. ვინ მოკლა ეს ბიჭები და არა მარტო ანწუხელიძე და სხვები და დანარჩენი, ვიზია ეს პასუხისმგებლობა. ეს არის მეოთხე ბრიგადის მეთაური გენერალ კალანდაძეზე, რომელმაც წაგებულ ომში, სადაც კაპიტანი იყო და ბრიგადა ებარა, კაპიტანს ებარა ბრიგადა. შენც ახლა ბუხაიძისნაირი სარყოფილი ყავი, რა ქვია, კაპიტანი. მთელი ჩაებარებიათ. და მე გენერალი რო გახდა. ამ ყველაფერზე დეტალურად შემოკარგება, ახლა მეორე სერიას ვალე ვამთავრებ და იქ თვითონ სამხედროები ილაპარაკებენ, ვინ არის კალანდაძე და ვინ არის ეს ნაგავი. მისი შნირი და ჩმორი. ვინც იყო უშუალო მეთაური ამ ბატალიონების. იქ შენაერთების იქ ადგილზე. რა თქმა უნდა შეგნებულად გახსოვს. ეს არის კიკაბიძე, მეთაური ქვეითი ბატალიონების, რომელმაც მოაწყო ქვედანაყოფები ცხინვალში ომის დროს მოაწყო ქვედანაყოფები, როდესაც კონფლიქტის ზონაში ასეულის და ბატალიონის მოწყობა კი არა, დაუშვებელი არის. ათეული კი არა, ჯგუფი დადგეს ერთად 4-5 კაცი. როდესაც გადმოიფრინა ერთმა გამანადგურებელმა დაარტყა ბომბი და ერთ დარტყმაზე გაწყვიტა 9 ბატალიონი თითქმის იქ. მთლიანად კი არ გაწყვიტა, მაგრამ ბრძოლის უნარო გახადა, ვინც დაიღუპა, ვინც დაიჭრა და დარჩა იქ. აი ამ ორი ძირითადი ბირთვის კისერზე არის აი ამ ბიჭების სისხლი, რომელიც კიდე ერთხელ ვამბობ, სომხური წარმოშობის ჩვენმა მთავარ სარდალმა ეს კალანდაძე, რომელიც ახლა აქაგდია სადღაც ევროპაში, უკრაინაში იყო იმათ, რა ქვია, გენერლად, მაგრამ იქ ეთყობა ბევრი ჩაამიცა, აქედანაც ბევრი წაიყვანა კიდე სხვათა შორის. კაი ფულს შეუვლობდა იმათ ჩაყვანაზე და მე გონია იქიდანაც გამოაგდეს და აქაგდია სადღაც ახლა აქ ევროპაში აგდია სადღაც. რომლის ნამეთაურებ ბრიგადაში 26-დან 26-ვე ტანკი დაიკარგა.
რომლის ქვეითებმაც ყველაზე დიდი დანაკარგი მიიღეს. იმიტომ რომ ესეთი მოღალატეები ყავდათ, ეს კიკაბიძეები და ეს ქვეწარმავლები. რომელმაც საარტილერიო დივიზიონიც კი დაკარგა. საარტილერიო დივიზიონი, რომელიც ნიქოზში განალაგა. ფრონტის ხაზიდან 2 კილომეტრში, კილომეტრ ნახევარში დასვა არტილერია, რომელიც წესით და რიგით უნდა იყოს 10-15 კილომეტრით მაინც მოშორებული ცეცხლის ზონიდან. თლიანად არტილერია დაკარგა. ჩვენგან იყო გადასული ერთი მაგ ბრიგადაში. კაი კაცი იყო, ესე მახსოვს. კირაკოზაშვილი იყო. ოქრო ადამიანი. ამის ნაძირლობას, ამის ვირთხობას. აი ვინ არიან ანწუხელიძის მკვლელები? აი ვინ არიან ანწუხელიძის მკვლელები და ვინ არა მარტო ანწუხელიძეზე რატო ლაპარაკობთ? რატო ლაპარაკობთ? მარტო სხვა არავინ დაღუპულა იქ? სხვა ოჯახს ტკივილი არ განუცდია? სხვა არ ყოფილა გმირები? ვინმე სხვანაირად არ ეგონოს. ანწუხელიძე გმირია და არ შეიძლება იმის ხსოვნას შეეხოს ადამიანმა. თქვენ ვინ ახართ, ბიჭო? თქვენ ვინ ახართ? თქვენ ბოზბანდებო, საიდან ახართ მოსული? რარჯულის ახართ? მე ომის ვეტერანი შვილი ვარო, ერთი იძახოდა იქ. ახლა ისეთი საერთოდ ვერ იტყვი, თან სახე ქონდა აფარე, ვერ იტყვი, იმიტომ რომ არის ერთი მეგობარი კაცი არის, რომელსაც ყველა ომი აქვს მოვლილი აფხაზეთის სამაჩაბლოს პირველის 2008 წლის პერიოდის ყველაფერი და ამოუშტერეს შვილი და დარბის ეგერ არარუსულ კანონს და იმას და მამას უძახის რუსეთუ მეხარო, რომელსაც ყველა ომი აქვს რუსეთის წინააღმდეგ მოვლილი და დანაჭრელია. ასია გამოკლეებული, ასია გამოსწირებული ეს მიშას თაობას რო ეძახია. არ დამავიწყდება ზმაო სათითაულოთ რომ იყო შამათავა რატომ უნდა დამავიწყდეს. მე თუ ჩემი ძმა ხარ, მაგენი იმდენი იყვენ და იმდენი არიან, ხო იცი იმაში როა. ვინმესა უკითხია ეს. ეშმაკნი ვართ, იქ ჩვენ ბევრნი ვართო. მთელი ის სასტავი ეს არაა. რომელი ერთი ნაგავი ჩამოგითქვა. და რატო ხართ იცი ღირსი? აი რატო ვეუბნები ამ ზბროც და რატო? მეტის ღირსი ხართ ხოცები. უნდა გაფურთხონ, დედა უნდა გაგინონ, მოღალატე უნდა გეძახონ, უნდა მოგიწყონ სახლთან. კი ბატონო, ასეთი სამარცხვინო. რატო იცი? იმიტომ რომ თქვენი და თქვენი ბელადის შექმნილია, დაფინანსებულია, ხელისუფლებაში მოყვანილია, გაძლიერებულია ნაციონალური მოძრაობა, შემდეგ კიდე კოჰაბიტირებული და გადაფარებული. და ეხლა ნუ ამიხსნის ვინმე ჩმორი, მონა, ქოცი, მე ნუ ამიხსნის იმას, რომ ამერიკა და დასავლეთი არ აძლევდა უფლებას. ახლა ხო არ ახართ ამ დასავლეთზე დამოკიდებულები. რა არის ეს რა ცირკი გაქვს მოწყობილი? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ცირკი? როდემდე უნდა ისმინოს ხალხმა? როდემდე უნდა იყოს გინდა ტელევიზორში, გინდა ქუჩაში ეს ყველაფერი? რათ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი? რათ უნდა ამას ლაპარაკი? გამოიყვანეთ, დააყენეთ ეშაფოთზე, მოაწყვეთ სამხედრო ტრიბუნალი, გამოიტანეთ სამხედრო დანაშაულებები, გამოიტანეთ გადაწყვეტილებები ვინ მიიღო. აღადგინეთ დახვრეტის მუხლი, როგორც საველე სასამართლოს ჭვევია. და მიაყენეთ კედელთან და დახვრიტეთ სამშობლოს მოღალატეები, ახლა ვინმე არ დამიწყოს, რომ ზობა დღეს და ამ დღეს როგორ ლაპარაკობ ამას. აი ისევ ლაპარაკობ. იმიტომ რომ ესენი სამშობლოს მოღალატეები არიან, რწმენის მოღალატეები არიან და ქრისტიანობის და ყველაფერი ქართულის მოღალატეები არიან და თუ ეს ნაგავი, რომელიც აყვავებულია საქართველოში, ეს ბოლო 34 წელიწადია, თუ ეს არ ამოწყდა, ფიზიკურად თუ არ განადგურდა, ვერ გაიხარებს ქართველი. ის გუშინ საქართველოს მოღალატეთა კავშირი იყო, შევარდნაძისტი იყო, მერე მიშისტი გახდა, მერე ქოცისტი გახდა. ის სულ იქნება იუდა, ყოველთვის იქნება. ყოველთვის იქნება იუდა. მაგრამ იუდას კიდე სინდისმა შეაწუხა და თავი მოიკლა. ესენი თავს არასდროს არ მოიკლავენ. ესენი არასდროს არ მოიკლავენ თავს მისი უჯიშო შთამომავლობით.
ესენი მისი უჯიშო შთამომავლობით განადგურებენ ქვეყანას, ბოლომდე დაცლიან საერთოდ. რა ენაღვლება ახლა? უცხო ტომელს, საქართველოს და საქართველოს ბედიღბალი, რომელსაც კომპლექსი აქვს, ეზიზღება, რატო ეზიზღებოდა? ეს სააკაშვილი საქართველოს პატრიოტის სომეხი კი არისო, რომელიც უამრავი ყოფილა, რომელმაც აგერ თუნდაც შორს არ წავალ 92-93 წლის ბრძოლები რო იყო, რომ ორი კარუსი თბილისელი სომხები ჩავიდნენ სოხუმის გმირულ დაცვას და ერთი ცოცხალი ასეთი სომეხი კი არისო, რომელსაც საქართველოს და ქართული საქართველოს უყვარდა. როგორი იყო, იცი? სომეხიც რო ეზიზღებოდა და ქართველიც რო ეზიზღებოდა. მისი გვარის ტარება რო ეზიზღებოდა. მაგ კიკაბიძეზე რას გეტყვი, ჩემო ძმაო, იცი? რას გეტყვი კიკაბიძეზე? კი, აი, ცხოვრებისეულად, ადამიანურად. აი, აქ ეგდო პარიზში. აგდია, ახლაც აქ აგდია. აქ აგდია, ეგ არაკაცი, ეგ მათხოვარი. მე როგორც ნახმარი პრეზერვატივივით ემართებათ, აი ესეთი ბოროტის საქმის ჩამდენებს. ეს ერთია. იქ ხო ეს ხალხი შეწირა. იქ ხო ეს ხალხი შეწირა. ეს ხალხი ხო შეწირა. და მე ვინც ეს ყველაფერი ნახა, იმ ბიჭების გაყრა დაიწყო სულ ყველასი. ზოგიერთ იმას ეუბნებოდა შენ ომში არ ყოფილხარ საერთოდ. ეს არის უნაგვესი, ეს არის უნაბოზრესი ადამიანი. დავდებ თუ ვინმეს გაინტერესებს მაგ ინტერვიუები. თავის დროზე ქრონიკა პლუსი აქვეყნებდა, მაგრამ მე ელის ტრაქჩო რო ნაცებში გადაიმასნდა, აიღო ეს მის საიტიდან ეს ინფორმაციები, იმიტომ რომ ახლა ახალ მეთაურს კეზერას შეფიცა ერთგულება და ახლა ელის ტრაქჩოს ეს არ აინტერესებს. და შეხებს ეს არ აინტერესებს. არის შენახულია ეს. წერდა ეს ხალხი ამ ყველაფერს. თუ რა ხდებოდა? ამ ხალხის წმენდა დაიწყო, გაყრა დაიწყო, მაგრამ საინტერესო რა არის, იცი? აი არ არსებობს რა ამდენ ბოროტებას და ამდენ ცუდს, ან თვითონ პირადად, ან მისი შვილი ზღვავს ამ ყველაფერს აუცილებლად. აი ნახავთ მეორე ნაწილში უფრო დეტალურად, ჩემი დოკუმენტური ფილმის მეორე ნაწილში დეტალურად ის რაც კიკაბიძეს მოუვიდა. გამოაგდეს მერე ხო, შეიცვალა დროება და თვითონ ავად გახდა და როგორც უამრავი ქართველი შვილიც ავად ყავდა როგორც ვიცი. წამოვიდა საფრანგეთს შემოეკედლა. საფრანგეთს შემოეკედლა აქ ეგდო პარიზში. აგდია, ახლაც აქ აგდია. აქ აგდია ეს სულაძაღლებული ეს არაკაცი, ეს ნაბიჭვარი, ეს მათხოვარი. რა თქმა უნდა, უფულოდ ენის ცოდნის გარეშე ყველადან გაწირებული და ყველადან მოცილებული და ის ბიჭები, რომლებიც გაყარა შეერაღებული ძალებიდან, იმ ბიჭებს, რომლებსაც არა ამაზრზენათ, იმათ ხახაში ჩავარდა აქ. აქ ჩავარდა იმათ ხახაში. მათ შორის ერთ ჩემი ძმაკაცი უჩა გუგუჩიას ხახაში ჩავარდა აქ. ისე რომ თვითონ არ იცოდა. მისი არაკაცური საქციების. ამათ სინდის ნამუსისა და უბრალოდ ცოლთან და შვილთან რო იყო მათხოვრად ამდგარი, აყუდებული. მარტო რო ყოფილიყო, იმას კარგად დაუმთავრდებოდა. და უბრალოდ ქართველის გამწირავიაო რო იძახით, ნამდვილი ქართველის გამწირავი არა. მიუხედავად რომ ეს ნაგავი იყო, ეს არაკაცი იყო. იმ ბავშვის და იმ ცოლის გამო ამ ქართველებმა მაინც მოკითეს ხელი მიხედეს შვილი ყავსო, მომავალი ყავსო და გადაარჩინეს კიდე და ლუკმაპური მიცეს და საქმეს და მიხედეს იმათ რომელსაც აი ესეთ რაღაცას უკეთებდა. მაგის ცხოვრებას, მაგის სიცოცხლე ქვია. და მასეთი ნაგოების სიცოცხლე ქვია. და ასე დაგემართებათ ძალიან ბევრს. აქ ემიგრაციაში კიდე რეები ხდება, ბევრისთვის ჯერ კიდე გაუგებარია. დრო მოვა და გამოჩნდება ყველაფერი. აი ვინ მოკლა ამ წხელით. ხო ახლა ის პოსტებს აზიარებს. მაგრამ ერთი რაღაცა, როგორც ზაღლის კუდი არ გასწორდება. ისე არ გასწორდებიან ესენი.
ისი არ გასწორდება არც კიკაბიძე, არც კალანდაძე, არც სააკაშვილი. ახლა სააკაშვილი და იაკობაშვილი და ესენი თუ არ გასწორდებიან, ეს არ აგასაკეთებს. აი ესენიც არ გასწორდებიან. საქმე რაშია, იცი? ღალატი პირველადაა ძნელი. ამათმა სამშობლოს მაშინ უღალატეს, როდესაც მიშამ უთხრა, რომ შეიბარეთ ასე და სამშობლოს ღალატში მიიღეთ ამ ფორმით მონაწილეობაო, კაცო. თვითონ პატრიოტული საქმე აკეთებდო და ხდებოდნენ თვითონაც. რა უბედურებაში ყოფდნენ თავს, მაგრამ ესენი იყვნენ იმ მოღალატეების დაქვემდებარებაში, რომლებსაც თავისი წარმომავლობის რცხვენოდათ, თავის წარმომავლობასაც უღალატეს, საქართველოსაც უღალატეს და მოღალატეების ხელქვეითები იყვნენ. ახლა ესენი უკეთესები როგორ იქნებოდნენ? ესენი არ გასწორდებიან. არ არსებობს ამათ რაც არ უნდა ადამიანობა დაანახო, რაც არ უნდა კაცობა დაანახო, რაც არ უნდა ღირსება დაანახო. არც იმ დაღუპულების სულების მიმართ. ხანწუხელიძე. უგზო უკლოთ იყო დაკარგული, კაციშვილმა არ იცოდა. მისი მეუღლე, მისი დედა რამდენი ხანი ითხოვდა, ეძებდა იმას, რომ სადაა ჩემი შვილი, ამბავი გამაგებიეთო. საერთოდ არაფერს არ ამბობდნენ. არც ყურადღებას აქცევდნენ, მყარი იყო თუ ცოცხალი იყო, იმასაც არ ეუბნებოდნენ და ელემენტარულად არ ხედავდნენ. მერე იძულებული გაახდა მისი უბედური ცოლი, რომ მიემართა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომ რაღაცა სტრასბურგამდე მისულიყო ეგ საქმე და ამ პერიოდში მოხდა იმ ვიდეოს გამოაშკარავება, ვიდეოს გამოაშკარავებაც შეძრა მთელი ნორმალური საზოგადოება, ხო? რა მიზნით? ამიზნით გაკეთდა, რა მიზნით მოხდა? კიდე ერთხელ უნდა ვთქვა? ანწუხელიძეს დედა ოსიყოლია. ეს არის როგორც ქართველის, ასე ოსის დიდი სირცხვილი რაც იქ ხდება. ქართველი და ოსი რო არ შერიგდეს, ოსი დედის გაზრდილია ის ქართველი გმირი. როგორც ქართველისთვისაა ტრაგედია ანწუხელიძე, ესეთი ტრაგედიაა ოსებისთვისაც. რაც იქ ხდება. და ეს გულის ამრევი, ეს ამაზრზენი ფაქტი გამოაშკარავდა, იმიტომ რომ არასდროს ქართველებს და ოსებს შორის მშვიდობა არ დადგეს. და მე მინდა გითხრათ, აზზე მოდით, თქვენ, მაგეთ, მაგრამ ბევრი კი ხართ აზრზე მოსული და კარგად ხვდებით. აი ესაა საქართველოს სიმბოლო. აი ეს მტრებიდან ჩაქოლილი ქართველის და ოსის სისხლი. აქ ერთი შიბლები დაძვრებიან კომენტარებში, ჩემი YouTube-ის კომენტარებში, სულ სეპარატისტები რა, რომლებიც შენიღბულები არიან ვითომ ამით და სულ გამსახურდია, სულ ლანძღავენ და ისე და სიბინძურეების წერა დაიწყო იმაზე, რა ქვია, ანწუხელიძეზე, რომ სანამო მოკლავდენო ანწუხელიძემო ამდენი მშვიდობიანი და იმდენი მშვიდობიანი ამოწყვიტავ, რომ კაი გამართულად წერს ქართულად, კარგად იცის ქართულად. აი ესეთი ნაგავი ნაცები როგორც ჩვენ გვყავს აქეთ, ისე ყავთ იქეთ იმათაც. ნუ ამაში ფულს იღებენ. კოკოითიც ისეთი ნაგავი იყო, როგორი ნაგავიც იყო სააკაშვილი. ამათ არ აინტერესებდათ ქვეყნის ბედი და ამათ არ აინტერესებდათ ერის ბედი. კარგად გაიაზრეთ ოსებმა იქეთ მხარესაც. თქვენი რა წვლილია ამ უბედურებაში და ამათი რა წვლილია. დაზარალებული არც რუსია, არც თურქია, არც სომეხია, არც აზერბაიჯანი, არც ებრაელი დაზარალებული არის ქართველი და ოსი. რომელიც ერთი დიდი ერის, ქართველი ერის ნაწილია სულ. ესენი ხვალ რომ მოbrunდეს ამათი სიტუაცია, თქვენ გონიათ კიკაბიძე გასწორდება? კიკაბიძე ისევ ის კიკაბიძე იქნება. ისევ ის კიკაბიძე იქნება და ის კალანდაძე ისევ ის კალანდაძე იქნება. კონკრეტულად ამათზე ვამბობ, ახლა გვარებს ამ გვარების არიან გვარი შემარცხვენლები და თელ გვარს კი არ ვეხები. ამიტომ რო არის ეს უბედურება ჩვენ ქვეყანაში, ბოდიშის მოხდა კი არ უნდა ამ ყველაფერს. ბოდიში მოუხადეთ ქართველ ერს. და არა კონკრეტულ სოციუმს.
ოსებიც და აფხაზებიც ქართველი ერის ნაწილია და შემადგენელი ნაწილია და მოუხადეთ მთლიანად ქართველ ერს ბოდიში. ქართველი ერის მიმართ გააქვთ ბოდიში მოსახდელი ყველას, მაგრამ ბოდიში მარტო არ გვარა. თქვენ ტრიბუნალზე უნდა აგოთ პასუხი, იმიტომ რომ ამდენი ხანი დანაშაულს ვარავდით და ამდენი ხანი უბედურებაში გქონდა. ბოდიში მოიხადე. აუ ბოდიში როგორ მოიხადე? არ არსებობს ერთი აზრი, რაღაცას ერთი იტყვის მეორე ინტუჩი ცივილკივილს ატეხავს და ამას უყურებს მთელი ერი. ასე იქნება. ნაგავი ხარ ზოლუკია. მეზიზღები ვერ გიდა. სამარცხვინო ხარ. ხალი იყავი. კულტურის მინისტრი იყავი და შენ კუთხეში სააკაშვილის დადებული ჯოჯო, სტილოზე ამხედრებული ჯოჯო. ისიც კი არ აიღე. არ აიღე ისიც. თამარ მეფის ძეგლი რო ქვია მესტიაში. აი იმიტომ რომ არა გაქვს შენ ამის რომელი ქართველობაზე და სვანობაზე არის ლაპარაკი. პიარად გჭირდება ეს ყველაფერი, პიარად გჭირდება აფრასიძეები. ახლა ცინდელიანის ოჯახიდანაც დაიბარებ ალბათ ხალხს და კიდე ამ უბედურებას მოახოლებთ კიდე ერთხელ, რაც ისედაც ყველამ ვიცით. სამაგერო თქვენ იქნებით თანამდებობაზე. ვიცი ჩემოძმაო, შენ სადგინახია კოცებში, აი ელემენტარულს გეუბნები. ჟალინძემ დაიწყო წმენდაო და გადააყოლეს მერეო მაგათიო. ვიცი მაგ თავდაცვის სამინისტროში რაც ხდებოდა. ერთ რაღაცას გეტყვი ჩემოძმაო. შენ სადგინახია კოცებში, აი ხლა კოცებში იყოს ის ადამიანი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას უშუალოდ ებრძოდა. სადგინახიათ ეგეთი ადამიანი. კოცებში არის ყველა ის ნაგავი ვირთხა, რომელი ნაგავი ვირთხაც გამოიჩეკა კოცური პარტიის უბეში, რომელსაც 2012 წელსაც კი არ ქონდა შეიძლება ხმა იქეთ აქვს მიწემული. გინდა მდინარაძე აიღე, გინდა ეს ჩიჩილაკა აიღე და ესეთი საიდან არიან ეს ხალხი მოსულები? ой მე დამიბაროს ახლა თორა ბებიამისისა ფეხით არ ჩევიდე არ ვესტუმრო რა. დამიბაროს და ჩართოს ერთი მე რა მაგ ზალაპარაკო. ქვეყანა გამიყიდია, ადამიანი მომიკლია, ზღვაში გადამიგდია, ვინმესთვის რამე წამირთმევია, ვინმესთვის რამე მომიპარია, ვინმესთვის რამე კი, მიგინებია და ვაგინებ და შეურაცხყოფას მეუღედა. ჩართოს, კაი, ერთიდან ერთ დამიბაროს. ვიცი, ძმაო, ვიცი, ეგეთი ბინძური, ვიცი. დამიბაროს ერთი ხო, კაი. ერთი მე მოვაღებ პირს ერთი. დამიბარონ, აბა. მეტი საქმე არა აქვს ახლა მაგენს, მეტი საქმე არა აქვს მაგენს. ვაძლევ აგე რა, მიზეს ხო უნდათ გამოძიება. აი ხო. ვიცი, მაგრამ აგე რა ვაძლევ ახლა კომისიას ერთ-ერთ ასეთ მომენტს 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. რუსული დესანტი, რომელიც აყვანილი ყავდა ახალგორში. კონკრეტულ ადგილსაც ვიტყვი, კაცო, ადრესს მითქვია და დასამალი კი არ ამბობ. ლომისის ეკლესიასთან. რატო გაგვაშვებია მაშინდელმა გენშტაბის უფროსმა? კორიდორი გაგვაკეთებია და გაგვაშვებია. რატო მაგალითად სროლის უფლება არ მოგცა რუსულ კოლონაზე, რომელიც თბილისისკენ მოდიოდა? ის კოლონა ის რო არის პოლიციის კორდონს რო გლიჯავს. რატო? ახლა იტყვიან რომ 10-ში ცეცხლის შეწყვეტას ჰქონდა ხელი მოწერილი. 10-ში თუ ცეცხლის შეწყვეტას ჰქონდა ხელი მოწერილი, თუ იმას ჰქონდა ხელი მოწერილი, მაშინ ჩვენ რას ვაკეთებდით იქ? გაიხარე ძმაო, მე პირადად არ ვიცნობდი ჯანელიძეს არასდროს გქონია შეხება, შეიძლება ჩემს ძმას ჰქონდა, მე არ მქონია, მაგრამ ნახდათ ვიცი რომ მაგ ბიჭმა დაიწყო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში, ბევრი ნაგავის გაყრა და ასამო თუ ჩემი ძმა ხარ გაყარეს კი არა, დააწინაურეს მთელი სანაგვე იქ იყო წამომჯდარი და აში ჭირდებოდათ ადამიანი, რომელი ადამიანი ცვლილებებს მოიტანდა თავდაცვის სამინისტროში, ფუჩუს გენერალი ყავდათ იქ ჩიქოვანი, ქალი, რომელიც მერე იზორიას
მარჯვენა ხელი იყო და რომლის მილიონებს შეულობდა ჯარისკაცების ხარჯზე და მერე შვილი ყავდა იმაში სუსში გაუშვა და ეს ჯიჯილაგიანად ეს მოჯდენ და ჯანელიძე არ დააყენეს თავდაცვის სამინისტროში და არ დააყენეს თავდაცვის სამინისტროში მე არ ვიცი მაგ მოვლენები და ის გამოხდა რა ქვია ხიდაშელი ახლა რო ხმას იღებს ეს უპატრონო ეს შობელძაღლი და საიდუმლო ინფორმაციას ფრანგული რაკეტების შეძენაზე იმაში პირდაპირ ეთერში ლაპარაკობდნენ, გინდა ალასანიასი იყოს, გინდა ამის იყოს, გინდა იმისი არის. აი ეგა. და ამ უბედურების წინაშე დგას ერი და ამ მარაზმს უყურებს და ამ ყველაფერს არაფერი არ ეშველება. მე გეუბნები თქვენ. არაფერი ამ ყველაფერს არ ეშველება. ამ ყველაფრის ერთადერთი ამოსავალი წერტილი არის. ფურცელზე იქნა საკრძალული ნაციონალური მოძრაობა და მისი ანასკლეტები. გაქრენ ესენი პოლიტიკური ველიდან. ამას მე ცალკე ვისაუბრებ. შეიქმნას რაღაცა პარტიები, რომელი პარტიებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. დაინიშნება ესენი გამორიცხულია ბოლომდე ესენი ადამიანელი არჩევნები აუცილებლად იქნება წელიწადში, 2 წელიწადში მაინც იქნება. ჩატარდება ის ადამიანელი არჩევნები და ნაციონალურ მოძრაობას ჩაანაცვლებენ თავიანთი ესენი რა ქვია სატელიტი პარტიები ანიქ რაღაცას გამოაძრობენ კიდე ის ღარიბაშვილს გამოაძრობენ საღაციდან იქ ვიღაცას იქ გავლენის პარტიებს შეიქმნიან თავის ხელოვნურ ოპოზიციას და გაგრძელდება ესეთი ცხოვრება ამას ემსახურება ეს ყველაფერი ეს კლოუნად ამას ემსახურება და არ ემსახურება ეს რასაც ქვია სამართალს ვიცი ჩემო ძმაო ვიცი ხიდაშელმა თუ ვინმე ერთი ნაგავი იყო ყველა აყვავა და ყველა დააწინაურა და ხიდაშელი იყო თინა ხიდაშელი იყო რომელიც ეს თავდაცვის მინისტრად რო წამოიპლაკა იქ იმაში ქართულ შეიარაღებული ძალების ბაზებზე ჯამების და იმისი მეჩეთების აშენება რო დაიწყო. იმიტომ მულტი კულტურული და მრავალეთნიკური და მრავალსარწმუნოებრივი ჯარი გვინდაო ჩვენო და აო ქრისტიანებსო თუ აქვს ეკლესია სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზეო რა მუსულმანებს ჯამეები არ უნდა კონდეთო და ასე დაიწყო. დელტას რა უკნა ხიდაშელმა ხიდაშელი ძმაო სარზია სანსობი და ჩამოსაკიდებელი ქართული ავიაცია ვინ გააუქმა გმირი პილოტები მართლა გმირი პილოტები რომლებიც სოსოსურაულის თამადობით წასვლა მოუწია მე კონგოში რო იმაშვებოდნენ ერთი სოსოსურაულზე რატო არავინ არაფერს არ ლაპარაკობს ვინ მოკლა სოსოსურაული ალბათონო ეს კიდე ზღვაში წვეთია სიმართლე გითხრათ. იმდენი შინამტერი და მოღალატე და იმდენად მახინჯი სისტემა არის, იმიტომ არ მიდის ეს ქვეყანა წინ და არ წავა არასდროს წინ. აი ამ სისტემის წინააღმდეგ ახლა დამჯახებელი ნებისმიერი ადამიანი არის უკანასკნელი მტერია. სიამოვნებით დაუბრუნდებოდი ძმაო, ოღონ ასე ჰაერზე არა. ამათ საწმენდად ნამდვილად დაუბრუნდებოდი. ამათ საწმენდად. ნაცია კოცია. უბრალოდ ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ რაღაცა მინახია მე პირადად. მე თუ არ მინახია, ჩემ პერიოდში ჩემ უახლოეს მეგობრებს უნახია. რაღაცა გადამიტანია, რაღაცთან შეხება მქონია და ვიცი ეს ყველაფერი. და ვლაპარაკობ იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს რეალურად ინფორმირებული. ეს მატყუარები. არავინ არ დაგიჯდება შენ ეთერში არავინ არ დაგიწყებს ლაპარაკს, არანაირ დისკუსიას არ გაგიკეთებს, დაიჯერენ მისნაირ ნაცებს, წავა ეს სისხლიანი 9 წელი, 13 წელი, ეს კოჰაბიტაცია ეს და საზოგადოებამ სიმართლე არ უნდა გაიგოს. სიმართლე ისაა, რომ როგორი ძაღლიშვილიც და როგორი მოღალატეც არის ნაციონალური მოძრაობა, ისეთი მოღალატე და ძაღლიშვილი არის ფუნქციონალური მოძრაობა. და სიმართლე კიდე არ უყვართ მოუდა. ხალხი კიდე ასე რა, მაინც რამ დაგამშია თქვენ და დამოტკუნებო ასე რამ გაგამწარათ და ასე რა ყველაფერზე რო ვარი თქვით ღირსებაზე, თავმოყარეობაზე,
ყველაფერზე რო ხელი ეიღეთ და ამ ბიძინასთან ახარ ჩემძვრალი ყველაფერში ბიჭო ასე რამა ამ გადაგაგვარად ქართველი ეს გამოძიება ეს არაა გამოძიება ძმაო ეს არის შოუ ეს არის შოუ ეს არის შოუ ეს არის შოუ ამას რა თქმა უნდა ლაპარაკი ეს რო გამოძიება იყოს ბიძინა ივანიშვილიც იქ უნდა იყოს მითხრეული მიხეილ სააკაშვილიც იქ უნდა მიათრიონ ყურით ვივამეთში როა წამოვლაგული და ხმას არიღებს ახლა და ყველა ბოკერიაც იქ უნდა მიათრიონ და ყველა იქ უნდა მიათრიონ გახარია მისანამ იყო ბოკერიას არ კითხავ ამ მომიყვანეს აქ რკინის ლედი ჩვეულებრივი სოროსელი სტრასბურგის წყალდალეული ჩერგოლეიშვილის დაქალი არ უნდა წავა სიმართლე რაც არ უნდა საქართველოში ესა სიმართლე ყულში ნაცხოვრების საზოგადოება ამას მიიღებს ყოველთვის და იქ ჩანაწერებს რო კითხულობენ იმან იგი უთხრა ამან იგი უთხრა ამან ასე თქვა იმან ასე თქვა ერთი მოიყვანონ ერთი ის ხალხი რომელი ხალხის თავზეც გადატყდა ეგ ყველაფერი მოიყვანონ ის ჯარისკაცები კოდორის ხეობას რო ატოვებიებდნენ და ეუბნებოდნენ რომ ახლა ზუგდიდში უნდა ჩავიდეთო იარაღი დავყაროთო რუსებსო უნდა ჩავბარდეთო ტყვეთო და მოვლიანო ტელევიზიებიო ჟურნალისტები სადა ამ ხალხს რატო არ იბარებ ვინ გაც ამ ხალხს ბრძანები აუჩემებიათ ეს აი ამათმა მოკლეს ამწუხელიძე ამათმა გაწირეს მთელი საქართველო აუმბედურებისთვის და ამას უყურებთ ჩვენ ასე აჰა კინოფილმივით და რა ცუდია ნაციონალური მოძრაობა დედახმე ჯერ ხო არ მოვა ბედნიერია ერი კრება რჩება მხიარული აბარა არა ძმაო ესა ბედნიერი ერი ამას არაფერი აღარ აინტერესებს ომი ხო არ იქნება მორჩა დამთავრდა ბარამიძეს დაიბარებენ კაც ანდა რა არ გადაიხდის იგის ფულს არ მივა მე ასე არა ისინი როგორ უნდა უთხრან ხალხს სინამდვილეში ეს ჯერ ხო ეს ხალხი ხო აშტერა და დებილამ რუსთავიორმა და ნაცების ტელევიზიებმა მე ხო ქოცების ტელევიზიებმა აცხოვრა მთელი ამ ხნის მანძილზე რაღაცა გამოგონილ ვირტუალურ ქვეყანაში და ამ გამოგონილ ვირტუალურ ქვეყანაში სინამდვილეში ვისთან ერთად იჯდნენ და კანონებს ვისთან ერთად ღებულობდნენ ეს როგორ უნდა უთხრა იმიტომ რომ იქ ერთი კითხვა მაინც გაჩნდება ბიჭო ამდენი უბედური თუ იყო 13 წელიწადი გვერდში როგორ გეჭდა ამიტომ მოგიწოდებთ აცებო აი ეს შიგ უკნიდან განათლებულებო შიგ მედასავლეთე პატრიოტებო უფრო მეტი იმას რა ქვია ჟოსტკა გეინძერით რაღაცა ქენით ეს არაფერი არა თუ არა ხო ხედავთ რას გიზამთ ბორია ივანიშვილი პარტიას აგიგზავნოთ და თლიანად რუსული მასზე გადავა ქვეყანა ევროპული სტანდარტებიდან თქვენ უნდა გადაარჩინოთ ახლა ქვეყანა თქვენ ჩვენ დავჯდებით ახლა ნორმალური ადამიანები და გიყურებთ ძალიან მოწყენილი ვარ არ არის ნორმალური აქტივობა არ შეგფერით ესა დიდი მერე იმასთან იწივლე გამოგივარდა მეზობელი გამოგაგდო გარეთ მაგი რა არის კაც ამათ ხო თამოყარეობა არა ამათ ხო სინდის ნამუსი არა შვილი გყავს ოჯახი გყავს გეძახიან მოღალატეს გეძახიან გათახსირებულს გეძახიან რუსს გეძახიან ამას გეძახიან შვილი ხედავს მომავალთაობა ხედავს ამ ყველაფერს ამის თამოყარეობა ამათ არა აქვს იმიტომ რომ ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა რა თალამდებობაზია სკამზია პარტიაშია ადროის თამოყარეობაზია ეს იყო და თუ ვინმეს გაინტერესებთ
ამათმა მოკლეს ანწუხელიძე. თქვენ მოკალით ანწუხელიძე და არა მარტო ანწუხელიძე. აი ეს 169 ჯარისკაცი 27 პოლიციელი და ეს 227 სამოქალაქო პირი და არა მარტო ისინი. ის 150 ახალგაზრდა ქუჩაში, ის 730 პატიმარი ციხეში და ეს ახლა ასე და ისე რამდენი ყავთ მოკლული კიდე და ჩვენ ეს ზივართ და უყურეთ კოჰაბიტაციას. ნაცები ხوار დაბრუნდებიან კაც. ღმერთო დალოცე ბატონი ბიძინა. პოლიტიკის მე რა ვიცი ამათ მაიციან კაც. მაგარი ნაპოლიტიკარი ქვეყანა გაქვთ. მაგარი, ძალიან მაგარი ქვეყანა გაქვთ. სამართალი ქვეყანაში არა. ეკონომიკა რა ვიცი გავზარდეთო და ქართული მუშა აღარ დარჩა სოფელში მაგის მერტი არის და პაკისტანელი და ის ქართველები შეტერებულობენ. სხვა ქვეყანაში გვინდა თურმე კაი ცხოვრება და ვტოვებ ჩვენ 64-ს ვტოვებ ჩვენნები და გავუდგათ ვაძლევთ პაკისტანელებს. ამ ხალხმა ისიც არ იცის რომ ავღანეთში და პაკისტანში მუშაობა კი არა არსებობაა შეუძლებელი. მე მინახია ექვეყნები პაკისტანი არ მინახია და ის მაგრამ ერაყი ხო მინახია და ხო ვიცი რა ხდება იქ ახლო აღმოსავლეთში. ძაღლი უკეთესად ცხოვრობს აქ ვიდრე იქ მაშინ. მომავალი აღარ ჩდება ქვეყანაში დემოგრაფია ყდომას განიცდის. ყველა გაქცევაზეა დაავადებულია, მოწამლულია მთელი ერი, აი ეს სკლინდას სკანდალის არ იყოს, ეს სკლინდაზე ატეხენ. აი რა გადმოყრილი სამკურნალოდ. მთელი საქართველო. გაბწყინდება იბერია. სამაგიეროდ? აგერ ახლა სეთური კარგათა, ჩამთელათა, ამათი მამა მარჩენალი. აქეთ ახლა პატრიარქის ადგილას უკვე ოფიციალურადაა მოსული პატარა ისაა დარჩენილი. პატარა პროცედურაა რა დარჩენილი და კაკოია თაბაგარი აგერ მუჯირის თამადობით ევლინება ქვეყანას და წავა ასე ცხოვრება რა. ეს ტუნელი ასე ივლის და არსად არ გამოვაო. რაფერად უთაშყიაში? და იქ რო ყავთ იგი ყრუმუნჯი ჩაკიდებული და ჩამოკრავს იგი ასე. დადგამს რეპორტაჟს, კაის რაღაცას ისა რა ქვია, იმედი და მოაწყობს და ჩვენ ამაში ვართ რეიტინგებში, იმაში და ღმერთო დალოცე ბატონი ბიძინა. თუ ვინმე გაბედავს თქვენს ამოღებას, რაფერაც მოუვიდა იმას სპირიდონას სულანჯიას, ისე მოუვა იმისა. თუ ვინმე შეეცდება რომ უთხრას ხალხო ვინახარ, რას დამგვანებულ ხარ, თქვენ შობელძაღლებო, ხო? იმას ჩაქოლავენ ას. ესა ეს სულთა სეთური სიტუაცია საქართველოში. ესა ეს რამ შეიძლება დაანგრიოს ეს ყველაფერი. ეს ერთადერთმა რამემ შეიძლება დაანგრიოს და ამიტომ ეშინიათ და ამიტომ ეზიზღებათ ამ. ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ უანგარო პატრიოტებმა და ენთუზიასტებმა დაანგრიოს ეს სისტემა. სხვა ამ ყველაფერს ვერ დაანგრიოს, არაფერი არ დაანგრიოს. ასია ეს. დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო და იყავით საქმის კურსში. გვექნება კიდე საინტერესო საუბრები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. მეტი რა დაგვრჩენია, ნორმალურმა ხალხმა გაუზიაროთ ერთმანეთს აზრი და ადრე თუ გვიან დავჯგუფდეთ. ეთყობა ჯერ გასავლელია ეს ჯოჯოხეთი. ჯერ კიდევ ვერ მიხვდა ხალხი. ჯერ კიდევ ვერ მიხვდა. უზრუნოთ ერთმანეთი ხელისწეცებით ქართველებმა და რაფერას ვივარგებთ და ვიყო ჩაღებთ. ხელში ნუ გვაქვს სული. ასე და ასე უცებ არაფერი არ შეიცვლება. ეს იმხელა ბოროტებასთანაა საქმე. სადგინდა რო გეიხედო. სადგინდა რო გეიხედო რომ ბოროტება არ იყოს. ქოცებში, ნაცებში, ეკლესიაში, ჟურნალისტებში, არასამთავრობოებში, ბომონძღში საზოგადოებრივში, სადღაც ყველა მტრები არიან საქართველოს. აბა კარგად ზანდებოდით.